მესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მოდით თამარ დავიწყოთ თავდაპირველად. ზოგადად ფასები იქნება თუ რაც იქნება ჩვენს ქვეყანაში, რატო ხდება ეს სიტუაცია? თვითონაც უკვე ვერ უარყოფენ და აღიარებენ, რომ ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში. გასაგებია, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის და ერთ-ერთმანეთს შორის დაპირისპირებაა, მაგრამ მეგობრებო, მოდი ერთი წუთითაც ვნახოთ, ხო? ესე წარმოაჩენენ ისინი თავს, რომ თითქოს რაღაც 2-3 თვიან ერთი წელი ხელისუფლებაში არიან და მანამდე სხვა მართავდა ხელისუფლებას. სად იყვნენ ეს ადამიანები? რატო არის ეს ფასები, თუნდაც ეს ყველაფერი კორუფციის ის არის მაჩვენებელი, ხო? არავის უდანაშაულოს პრეზუმპციას არ ვარღვევთ, მაგრამ ახლა უყურეთ. ბრალდებულია სუსის უფროსი. აღიარა დანაშაული ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა, უორზის პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრი იყო და ისა რა ქვია, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მინისტრებს და მოადგილეებს არ ჩამოვთვლი კიდე, ხო? ამ შემთხვევაში. ერთი თქვან, როდის არ იყო ამ ქვეყანაში, რომელი მმართველობის დროს არ იყო მაშინ კორუფცია, ხო? წარმოგიდგენიათ რა ხდება? გვეუბნებიან, რომ კორუფციაში იხშობა ეს ქვეყანაო. ახლა მეორე მინდა გითხრათ, ხო? ამ ხალხს თქვენ გონიათ, რომ ვინმე ადამიანების ბედი ანაღლებს? ყველამ კარგად ვიცით, რომ დევნილი შემწეობა რამდენია, პენსიონერის პენსია რამდენია, ამას არ ჩამოვთვლი ახლა ამ შემთხვევაში. აი მარტივს გეტყვით. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი არის 14600 ლარი. ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეების ნაგვიზურნაში თავის არიან გადაყუდებულები და საარჩევნო საბადებელი არ აქვს და უცხოეთში გარბიან, ხო? ასეთ უბედურებაში ვარ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 13422 ლარი. აი აგერ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 13140 ლარი. ფრაქციის თავმჯდომარე 12410, დეპუტატი 11000, პარლამენტის წევრი, რიგი დეპუტატს 11680 ლარია ხალხო ხელფასი. და ესენი საუბრობენ ახლა და ნიანგის ცრემლებით მოთქვამენ, რომ ფასები არის მომატებული და საზოგადოებაზე ზრუნავენ ეს ადამიანები. ვინმეს ამა ერთი წუთი ბატონებან კიდე უფრო გაიზარდა ფასები აი სტატისტიკა მარტივი არის ხალხო, როდესაც მარტივად უზდიან საკუთარ თავებს ხელფასებს და კორუფციას იმას თავი დავანებოთ, როგორ უნდა დავანებოთ თავი უბედურება კორუფციამ დააქცია ქვეყანა, მაგრამ ხელფას რო უზდიან ერთი ხელის მიჭერით მარტივად ამ საკუთარ თავებს ხელფასებს რო უზდიან, აკით გნახო რა უბედურებაა ქვეყანაში, ხო? რატო შვედეთს ადარებდა ახლა წარმოიდგინეთ, შვედეთს ადარებდა, შვედეთს დარწმუნდა ერთ-ერთი ოცნების წარმომადგენელი არ მახსოვს სახელოვანი ვინ იყო რა მნიშვნელობა აქვს ოცნების სახელით გამოდიოდა და წარმოიდგინეთ ნახონ ერთი შვედეთში ცხოვრების დონე ნახონ შვედეთში ცხოვრების დონე ნახონ საშუალო პენსია რამდენია 10-ჯერ მეტი ხო არა საქართველოზე ხო და უბრალოდ რა არის იცით გაცინვაც არ ქვია ჩრდილოეთ კორეაში იქცევიან ასე რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას ეუბნებიან კიმ-ჩენ-ინი და კიმების დინასტია რო წინ არიან ამერიკაზე ევროპაზე ყველაზე და ყველაფერზე ხო წარმოუდგენელი ხდება ხალხო ამ შემთხვევაში ნახეთ საახლობლოში ოჯახები რომლიდანაც გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რომლიდანაც არ არის ოჯახის წევრი უცხოეთში გახიზნული. რისთვის კარგი ცხოვრების გამო წავიდა საქართველოში კარგი ცხოვრება და კარგ ცხოვრებას გაეცა? საარჩევნო საბადებლის ამ შემთხვევაში საშუალოდ არის ადამიანები წასულები. ნახეთ სოფლის მეურნეობა რა ხდება, სოფელი რა ხდება, დაცლილია სოფელი თავიდან ბოლომდე. სამაგეროდ იმპორტზე ისა რა ქვია, საქონელი შემოდის იმპორტირებული საზღვარგარეთიდან. ადამიანების სოფლად ვერ ჩერდებიან, ქალაქად ვერ ჩერდებიან. სოფლებში ახლა რო ყოფილვარ, გული მოგიკვდებათ ხალხო. დაკეტილი სახლები, დაკეტილი ბალახები ამოსული ეზოში. საკვამური და კვამრი არ ამოდის. ეს უბედურება ხდება თამარ ჩვენ ქვეყანაში. და ეს ადამიანები ლაპარაკობენ რაღაცა ფასებმა შეაწუხათო. ფასე ხო რეალურად აწუხებს ფასები მოსახლეობას. გაუსაძელისია. რეალურად აწუხებს მოსახლეობას ფასები. მაგრამ ეს ყველაფერი არის კორუფციის ბრალი. სათავე ამ ქვეყანაში არის კორუფცია ხალხო. და კორუფცია რომ არ იყოს ამ სიტუაციაში, ხო? ყველაფერი ეტაპობრივად და ნელ-ნელა დალაგდებოდა თავის კალაპოტში, მაგრამ გვეუბნებიან რომ რამდენი წელი
მართალია მართლობაში ვართ სულ კორუფცია იყო მაგრამ ესენი გვეუბნებიან ახლა სხვა კი არ ლაპარაკობ და რაზე არის საუბარი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონო ლევან რომ კორუფციის გარეშე არც ფასების კლება არც კონკურენცია და არც ჯანსაღი ეკონომიკური გარემო ვერ იქნება ამ ქვეყანაში აღმოჩნდა რომ ქართულ ოცნებას კორუფციის გარეშე არათუ არ შეუძლია არსებობა პირიქით თავად არის შემქმნელი ამ სისტემის და თავად გააჯინა თამარ ამას მე და შენ ხო არ საუბრობთ ახლა მე თქვენ და ჩემი პარტია ამას რო საუბრობდა გვეუბნებოდეთ ყვილს აფცელებს საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ ნუ არის ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ვისაც რა დაკავშირებით კითხვები რო დასმულიყო და კითხვებს რო სვამდნენ წინამოწვევის პარლამენტში ვინც პარლამენტის წევრები იყო ჩვენები ნუ წარმოუდგენელი ამ შემთხვევაში ნიაღვარი მოდიოდა გადაფარებულები იყვნენ და ღარიბაშვილი გამოყავდათ რა ვიცი უმციკლო ადამიანად ხო სად არის ის ადამიანები ახლა ელემენტარულია ვისი წიაღიდან არიან წამოსულები ეს კორუფციაში ვისაც ბრალი წარუდგინეს და მარტივი ვინ აირჩია პრემიერ-მინისტრად მინისტრთა კაბინეტი ვინ დაამტკიცა თამარ ვინ დაამტკიცა საპარლამენტო კონტროლი ვისევალებოდა დაამტკიცა და აირჩია თუ არა პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლი ევალება თუ არა ამ მარტო ტაშის ყურა და გაправება ევალება თამარ ხო მაგაზე არის საუბარი საპარლამენტო კონტროლი სად არის პასუხისგებლობის საკითხი სამართლების თავი დავანებოთ თამარ პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი სად არის სად ჩანს პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი როცა გვეუბნებიან ნუ არ ვიცი წარმოუდგენელ რაღაცეებზეა საუბარი მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ეს არის ძალიან მცირე სეგმენტი იმ კორუფციული ნაწილის ვინაიდან აქ თუ დაპირისპირებაზეა საუბარი არა წყობთ გარკვეულ ჯგუფს გარკვეულ ჯგუფის მიმართ ჭირდება ან კომპრომატი ან თავდასხმები ხო აი ბატონო როდესაც აი ამიტომ ვახსენე ზუსტად როდესაც ირაკლი კობახიძე მათ ძალიან კარგად იცის დარწმუნებული ვარ მამუკა მდინარაძემაც რომ აი ასე მართლა სუსი ვერ შეაშინებს ფასებს და ის თავისთავად შიშის გამო ვერ შემცირდება ხომ ასია მაშინ რატომ რა მიზნით ან ვისი დავალებით ან რა შედეგზე გათვლით წამოიწყო ქართულმა ოცნებამ აი ეს კამპანია ფაქტი ერთია ესენ კვლევებს ატარებს შეიძლება თუ არა შეეწირო სწორედ კობახიძე და მდინარაძე ამ ყოველ შიგნით არ ვიცი მე რა მოხდება ამას მე ამის არც წინასწარმეტყველების უნარი მაქვს და არც არის სწორი რა მოხდება იქ შიგნით მაგათთან გახსოვთ ეგ ცალკე ზედაპირზე რაც დევს ამაზე ვისაუბროთ აი ზედაპირზე რაც დევს ამაზე ვისაუბროთ აი ეს არის მთავარი ხო ახლა თქვენ რასაც ლაპარაკობთ ფასებთან დაკავშირებით და რატო დაიწყეს ფასებზე საუბარი ფასებზე იმიტომ დაიწყეს საუბარი თამარო კვლევებს ყოველთვის წუთიერად ატარებენ და საქართველოს მოსახლეობა უკვე სული გაძრა რასაც ქვია გაუსაზღლი სიტუაციაშია სამსახური და დასაქმება არა ზუსტად რო კითხავთ ეკონომიკა დუხსო სამსახური და დასაქმება არა ფასები ხელფასი არა ხელფასი არა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან და ეს ყველაფერი ამას ახლა ეს მიმდინარეობს გარკვეულწილად პიარ შეფუთვა მე ამას ასე აღვნიშნე და ასე ვუყურებ ხო ამასთან დაკავშირებით თორე მაგრამ ეს ადამიანები ხო ხედავენ ბატონო ლევან რომ აი მაგალითად ერთი თვის წინ რაღაცაში რო გადავიხადე რაღაც კონკრეტული თანხა ამაზე ლაპარაკი რო დაიწყეს და იანვარში რო შევედი მაღაზიაში უფრო ძვირი გადავიხადე სხვა რა გზა აქვს ოცნებას მითხარით ამასთან დაკავშირებით ახლა სხვა რა გზა აქვს ამასთან დაკავშირებით აი ეს არის აქ სასაუბრო ხო სხვა რა უნდა შესთავაზონ საქართველოს მოქალაქეებს ხო და ისე იქცევიან მართლა უბრალოდ აი თავს ყველამ დაუსვათ დავაკვირდეთ ხალხო ისე იქცევიან თითქოს რაღაც ბოლო ერთი წელიწადია ხელისუფლებაში არიან თითქოს მოსული ბოლო თითქოს ერთი წელიწადი არიან მოსული თითქოს ხელისუფლებაში და მიმდინარეობს თურმე აი ეს რაღაცა სიბინძურის ამოქეკვა და ამ შემთხვევაში სამართლიანობა მაგრამ გადახედეთ თუნდაც იმ ადამიანებს დღეს ვინც უფრო იმ ჯგუფიდან ვინც დაწინაურდა და მართლა იმ წინა ხელის მას რა ქვია დაკავებულ პირებს ბრალ და წარდგენილ ადამიანებს აქებდნენ და ადიდებდნენ თუ არა იყო თუ არა ასე მე ვწდები ეგერ არის არქივიდან ნახეთ ხალხო აგერ არის არქივიდან ნახეთ ხალხო და ისმის კითხვა რომელი პრემიერ-მინისტრის დროს იყოს გვითხრას მაშინ ამ წლების განმავლობაში რომელი პრემიერ-მინისტრის დროს არ იყო კორუფცია და რომელი პრემიერ-მინისტრის დროს იყო ნორმალური მართლობა და ნორმალური ასე ვთქვათ ხო ხედავთ რომ თუ პრემიერ-მინისტრი ან წარმომადგენელი ან მინისტრი ან თუ რაც არ უნდა იყოს ან წარმომადგენელი იყო მინისტრთა კაბინეტის წევრები პასუხისგებაში და გამოძიების ქვეშ არიან ხო კი ბატონო და ბატონო აქ როგორი უნდა იყოს მაგალითად
ნუ საზოგადოება კი ყველაზე კარგად ამჩნევს და ყველაზე უკეთ იცის ეს ფასები საით მიდის, როგორ მძიმდება დღითი დღე მათი ცხოვრება და მართლა როგორი გაუსაძლისი ხდება ყოველი დღე, როცა ქართული ოცნება არის მმართველობაში, მაგრამ აი პოლიტიკური სპექტრისთვისაც მე წინასწომრებსაც ვეკითხებოდი, რომ მაინც აი ასე მძიმდება ყოველდღიურად ვითარება და თითქოს მაინც დღის წესრიგი იქმნება ქართული ოცნების გადაწყვეტილებების, მათი ნაბიჯების თუ მათი განცხადებების გარშემო. რატომ ვერ ხერხდება ოპოზიციის მხრიდან მსგავსი, ვთქვათ, იგივე დღის წესრიგის შექმნა? გასაგებია ხა ოპოზიციის როლი რაც არის ეს ყველა კარგად ვიცი და როგორც არის, უბრალოდ აქ თავარი რა არის, იცით? როდესაც საუბარია ყოველდღიურ რეპრესიულ კანონმდებლობაზე, რეპრესიებზე, სამართლის გამოყენება მომხმარებლურად ამ შემთხვევაში და კანონის სახელის მინიჭება იმაზე, რაც არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა, კონსტიტუციური უფლებების შელახვა. ხო, აი ამაზე ბუნებრივია თქვენ სვამთ კითხვებს და ჩვენს პასუხობთ, ხო და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით არის საუბარი და გამოსავალზე თუ არის საუბარი, გამოსავალი არის არჩევნები ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამ ახალ საპარლამენტო არჩევნებში ოცნების გასტუმრება. აი ეს არის გამოსავალი, ჩვენ ყოველთვის წამდა და წამს, რომ არჩევნების გით ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. კი ბატონო, და აი ახლა ზუსტად თბილისის მერია ამბობს, რომ შიდა აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე გაწეული ხარჯები შეისწავლა. გაჩნდა კითხვები, ამიტომ მასალები პროკურატურაში გაიგზავნაო, ხო? ეს კალაძეზე დიდი ხანია არის საუბარი, მაგრამ უყურეთ თბილისის მერმა წარმოიდგინეთ, როდესაც დააუსვა კითხვა, არ ვიცი თქვენი თუ რომელი ჟურნალისტი იყო, რომელი ტელევიზიის ჟურნალისტი იყო არსებული კორუფციასთან დაკავშირებით და სავარაუდო კითხვებთან დაკავშირებით, მან რა თქვა? ჩემ თავზე ვაგებობ მხოლოდ პასუხს. კი ბატონო. წარმოუდგენელი რამ არის ხალხო? ეს ბაღების ტენდერების თემაზე მის სტრუქტურაში, თურმე მის სისტემაში მის პასუხისგებლობის სფერო სადაც არის, მისი პასუხისგებლობის სფერო სადაც არის და მისი პასუხისგებლობის სფერო თურმე ეს ელემენტარულ მორალურ პასუხისგებლობასაც ვერ ცნობს. და თუ არ აინტერესებს თურმე ჩემ თავზე ვაგებ არ ესეთი რა უბრალოდ მესმის, მაგრამ ესეთი რამე ხმამაღლა რო თქვა უბრალოდ წარმოუდგენელი რამ არის. მის უწყებაში ხდება თურმე მე არ ვიცი რა ხდება ჟურნალისტებმა რაც გამოამშრალეს და კითხვა დაუსვეს, ეთყობა მასაც აქვს რაღაც ინფორმაციები და აქვს ბუნებრივია ექნება, ამასთან დაკავშირებით თქვა რომ თუ რამე მოხდაო ჩემს უწყებაშიო, კაცო, მე ვილაპარაკობს, მე ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი კი არა ვარო. არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ მეკისრება, მე მარტო საკუთარ თავზე ვაგებ პასუხს. ანუ მარო დანიშნა, მარო ზედამხედველობა უნდა გაუწიოს, მისი ფუნქცია მოვალეობები რომ ეს უნდა იყოს და მართვა და მენეჯმენტი ამაზე თუ პასუხისმგებელი არ.